ძალიან კარგად ისე პრინციპში ახლა ვზივართ. ეც მოიცე რომელი საათია. უი, შეძენი გვერდზე ცერთვე საათია. მე უკვე ძალიან ბევრი საქმეები მაქვს დღეს. კაი, შემდეგში შევხვდეთ ერთმანეთს. ხო, სამოდა, რა ნეტავი ესეთი საქმეები გქონდა? ნუ ძალიან ბევრი საქმე მაქვს ისე პრინციპში შევგითხრა შეძენიკო. შენ კიდე საუბარი იცი რამდენი მე საქმეები მაქვს? იმის აი რომ დაატოლო შენი საქმეები და ჩემი საქმეებთან, ეს არის უბრალოდ როგორც ზღვა ტბასა დაატოვა, ანუ არაფერი. სტოპ. ჟიძენიკო, რას ამბობ ასეთ? შენ რა გინდა თქვა, რომ შენ უფრო ძნელი სამუშაო გაქვს ვიდრე მე? აბა ასე იყო, სულ და ასე იქნება. მე იცი რამდენი სამუშაო მაქვს, ჯერ ფერმები. მერე კიდე უნდა წავიდე მეზობოსობაში. ძალიან ბევრი საქმეები მაქვს, მოკლედ დღეს საბა. ეს დღეს კი არ არის, მე ყოველ დღე მაქვს ასეთი ბევრი საქმეები. და შენ კიდე უბრალოდ ფერმებს აკეთებ და მე მთელი დღე ისვენებ. ხან კომპიუტერში უბრალოდ ხარ, ხან გძინავს და მე მაგ დროს კიდე 8 საათამდე მუშაობ. შეძენიკო, შენ გამოისამბობ, რომ მე მაქვს ძალიან ადვილი სამუშაო? კი, საბა, შეგაით კი. აი შენ თუ ეხლა გეკნებოდა ჩემი სამუშაოები, შენ ერთ დღესაც კი ვერ გასლებდი. გინდა დაგენისლაო, რო გავცლებ? აი, გინდა დაგენისლაო? ხო, მოდი, აბა, და რაზე ვინეძლავებით ერთმანეთს? მოდი, ერთი სტაკი ისუმრუდი მე მეყოფა. ოგო, ერთი სტაკი ისუმრუდი და აქ მე საქმეში ვარ, კაი. მაშინ მოდი იცი როგორ გავაკეთოთ. ერთი დღე შენ იქნები ჩემ სამუშაოებზე და თუ ვერ გაძლებ, შენ მასლევ მე ერთ სტაკს. და თუ მე გავძლებ, მაშინ შენ მასლევ ერთ სტაკს. დათანხმდით, ოკეი. Так, კაი, საბა, მაშინ წადი ახლა ცოტა ხანი გაისერინე და დაგიწერ მე ახლა პატარა წერილს რა უნდა გააკეთო ამ დღეს. ნუ კაი, შეძენიკო, კაი. ერთი სტაკი უკვე ჯიბეში ასე თქვათ მექნება. მეგობრებო, მოგესალმებით თქვენთან მარსაბა და არხი გაბძეში 803. და დღეს მეგობრებო თქვენ უკვე ყველაფერი გაიგეთ. ნუ პრინციპში მეგობრებო თქვენ უკვე ყველაფერი გაიგეთ, რომ მე დავინიცლავე ამ ფერმერ ჟიძენიკს, რომელსაც გონია რომ მისი სამუშაო ძალიან ადვილია, და შპბ და სიამდვილეში მეგობრებო ერთი სტაკი ისუმრუდი. მე მეგობრებო რასაკვირველია არ ვარ უარს ვინაიდან ერთი სტაკი ისუმრუდი მაქვს, მაგრამ აუცილებლად მეგობრებო აი გარანტირებული ჩემი აით მაქვს რომ ეს ერთი სტაკი ისუმრუდს ზუსტად ჟიძენიკი მომცეს. მოგეთ, დაიწყო ეს ყველაფერი რომ უბრალოდ დამპატიშა ჟიძენიკმა ფერმერმა თავის სახლში. და მე როდესაც ვუთხარი რომ მე ძალიან ბევრი სამუშაო მაქვს, მან დაიწყო რომ მე უფრო ბევრი სამუშაო მაქვს. და ვნახოთ აბა მეგობრებო ვინ მოიგებს. მოგეთ, ერთ სტაკი ისუმრუდზე ველოდები მეგობრებო ახლა ფერმერ ჟიძენიკს. ნეტავი მეგობრებო როდის დამიძახებსო ერთს მეგობრებო გონი ტელეფონი რეკავს. მეგობრებო შეხედეთ ფერმერ ჟიძენიკი. Так, ალო. Так, საბა, შეგიძლია მოხვიდე, უკვე ყველაფერი დავწერე. ოკეი, ფერმერ ჟიძენიკო, ახლა მოვდივარ. Так, პრინციპში მეგობრებო ნეტავი რა და მიიწერა ისეთი რომელსაც მე ვერ გავაკეთებ. Так, ნუ რა იყო ფერმერ ჟიძენიკო, დამიწერე? კი, так, ახლა მოგცემ ერთს. ნუ მიდი, აბა ფერმერ ჟიძენიკო. Так, აჰა, აი დაიჭირე, ეს არის შენი ყველაფერი, რაც უნდა გააკეთო. დავიჭირე, так, ეს მეოთხე პუნქტი. აი პირველი. Так, კაი, ფერმერ ჟიძენიკო, ყველაფერი გასაგებია. კაი, მალე მოვალ. Так, კაი, მეგობრებო, პრინციპში 4 წერილი, გამოდის 4 დავალიანება. ოკეი, როგორც თქვენ მეგობრებო გაიგეთ, წინა წამოვიდა, მოდით დროზე შევიდეთ ჩვენს თბილ სახლში, როგორც მეგობრებო თქვენ უკვე გაიგეთ. მე გავცვალე ერთი დღით, ასე ვთქვათ, მე გავხდი ჟიძენიკი ფერმერი ერთი დღით. Так, მოდით პრინციპში წავიკითხოთ ეს რა წერილებია. Так, პირველი ფერმების გაკეთება. ნუ ეს რასაკვირველია მეგობრებო, ეს გასაგებია რომ ფერმერ ჟიძენიკს სჭირდება ფერმების გაკეთება. ასეთვე მეგობრებო, ჩემი ფერმები არასოდეს არ აკეთებდა ჟიძენიკი, ეს ჩემი ფერმები. Так, მეორესა და ქათმებისათვის საჭმელი. ქათმები, რომლებიც ჩვენს ცხოველების ფერმებზეა, ოკეი. Так, ეს მეოთხეა. Так, მესამე პატარა სახლში წყლის მოშორება. პატარა სახლი მეგობრებო ამ ეკლესიის გვერდითაა. ოკეი, და მეოთხე პოსტის გადაცემა სოფელში.
Так, და ეს საინტერესოა და რა ფოსტა, ну, კაი, პრინციპში ამას ბოლოს მივიდეთ. პრინციპში მეგობრებო, ისეთი ძალიან ძნელი რაღაცები არ არის, რომ არ გავაკეთოთ და კაი, მეგობრებო, დავიწყოთ ახლა ფერმერობა. ავიღოთ კარტოფილი, ჭარხალი, так, ავიღოთ სტაფილო და წავიდეთ მეგობრებო ჩვენ სამუშაოზე. ну, როგორც ჩვენ სამუშაოზე, ჟიტენიკის სამუშაოზე. так, დღეს მას ქონდა გასაკეთებელი მხოლოდ ეს დიდი ფერმები. ოკეი. პრინციპში მე ვარშიზე არ ვარ, მე ყოველ დღე აბსოლუტოდ, ну, ყოველ დღე არა, მაგრამ ძალიან ხშირად ვაკეთებ ჩემს სამუშაოებს და ძალიან კარგად ვიცი. როგორ და რა კეთდება, მაგიტომ მოეთახა გავაკეთოთ. პრინციპში ეს ბევრ დროს არ, ასე ვთქვათ, იმასნის არ დაიკავებს და ეგრევე გადავალ მეორე პუნქტზე და მეორე პუნქტი, როგორც მიმახსოვს, არის ქათმებისთვის საჭმელის დაყრა. პრინციპში აი მეგობრებო, მე ძალიან მჭირდება ახლა ხორბალი. მაგრამ ხორბალი რაღაც მეგობრებო, როგორც თქვენ იცით, ჩვენს სოფელში რაღაც ძალიან ბევრი არ არის. ნეტავი მეგობრებო, რას ამბობს ეს ჟიტენიკი ფერმერი, რომ მისი სამუშაო ასეთი ძნელია, როგორც ამბობს. არა, ну აი მეგობრებო, აი რეალურად, აი რას ამბობს ჟიტენიკი, რომ მე ვერ, ანუ ჩემი აი ყველა აბსოლუტურად ყველა ასეთი პროფესია არის მნიშვნელოვანი. უბრალოდ დავენიძლავე, უბრალოდ მეგობრებო ხუმრობისათვის, ასე ვთქვათ, რომ ცადო ახალი პროფესია. მეგობრებო, სამგელაპარაკებოდით ყველაფერი. გავაკეთეო, მეგობრებო, უკვე ხედავ ამ წყალს. ოკეი, ამას მერე გავაკეთებ. так, შემდეგი რა იყო? სად არის ეს მეოთხე, აჰა, ქათმებისათვის საჭმელი. ოკეი. ქათმებისათვის საჭმელი, ქათმებს უყვართ ხორბალი. ხორბალი მეგობრებო ძალიან აი კრიზისია მეგობრებო ჩვენს так, მოითავიღოთ კიდე ეს 14 ხორბალი მაქვს. იმეგრედია მეგობრებო, მგონი ჩვენს ცხოველების ფერმაზე 14-ზე მეტი ქათამი არც კი არის. მე მგონი 14-ზე ნაკლებიც რაღაც, ну, მაქსიმუმ 10 იქნება. მოითავე ახლა ნახოთ, როგორც თქვენ იცით, ჩვენი ცხოველების ფერმა არის აქ. და ფერმერს ჟიტენიკს სიმართლე გითხრათ კი უყვარს ეს ცხოველების მოვა და ფრთხილად რომ არავინ არ გავიდეს. ოპა, შეხედეთ ხორს მომუნდეთ გასლამა, მაგრამ так, მოდით აბა ახლა გაჭმევთ პირველი. так, შემდეგ მოდი შენც, აჰა. так, ოჰო, შეხედეთ მეგობრებო, რამდენი მოვიდა უკვე. так, ყველას უნდა ვაჭამო. так, მიდით. так, მოდი შენც გაჭამო და შენც გაჭამო. და ბოლო, მეგობრებო, კვერცხიც ამომივიდა. так, და ბოლო ქათამი, რომელსაც რაღაც ვერ ვაჭმევ. ჯანდაბა. და так, მეგობრებო, მოითავა ერთის კამერას გავთიშავეთ. მეგობრებო, ძლივს ვაჭამე, აი გულებით 60-ის. так, სიავ მეტი აღარ შეიძლება. მეგობრებო, წარმოიდგინეთ რამდენი ჭამის დაგვრთხეთ და ეგრევე დავკეთოთ. ну, აბა მეგობრებო, კვერცხიდან ამომივა რაღაცები მიდით და ერთი არა, მეორე არა მეგობრებო, მე უიღბლო ვარ. ოკეი. так, პირველი გავაკეთე, так, მეორე გავაკეთე. მეგობრებო, უკვე ნახევარი საქმე უკვე გავაკეთე. დარჩა მხოლოდ მესამე და მეოთხე პუნქტი. так, stop, სად არის ახლა ჩემი ასე ვთქვათ ბოთლი. так, მოით ეს გადავტოვოთ რაღაც უკვე რაც უკვე აღარ მჭირდება. так, სადღაც აქ მქონდა ბოთლი, უბრალოდ არ მახსოვს სადაკ. აქ არ არის. так, სად იქნება? ну, კაი, პრინციპში მეგობრებო, მე ხარ კინა არ მაქვს და როგორ დავკრავთო ახლა? ჯანდაბა მეგობრებო, რა ვქნა? სარეცხის მანქანა მეგობრებო რკინა, მაგრამ მეცოდება სარეცხის მანქანა. ერთ საბაში ტენქს თხოვთ რკინა ან რამე რომ მოგვიხერხოს ასეთი. так, ფერმერო, დიდ ბოდიშკი ხდება, ხორე გიქნება შენ რკინა. საბა შენ რა მართლა გონია, რომ რკინას მოგცე? მე პირიქით მინდა შენ წააგო და შენ ახლა მე შენ რკინას გაგიმეტებ. გასაგებია ფერმერო ჟიტენიკო, კაი, გასაგებია. და კაი, პრინციპში არ მოუნდა ფერმერო ჟიტენიკს ჩემთვის რკინის მოცემა. так, რამე ბლოკები მაინც მწირდება. მოითა ეს მუხის ბლოკი ავიღოთ. გადავკეტო მაინც ეს წყალი, так, წავიდეთ. არ მოუნდა მეგობრებო, აი უბრალოდ აი ვთხოვე ამ ჟიტენიკს და არ მოუნდა. так, ჟიტენიკო, так, ჟიტენიკო ერთს ამიხსენი რა გთხოვ, რა მოვიდა ამ სახსო ასეთი წყალი წამოვიდა. საბა, მეც ვერ ხვდები. ჩემთან ისე უნდა მოვიდეს ახლა მალე უკვე ფერმერი ჟიტენიკი. მის მეგივეთ ახლა მოვედი მე. მადლობა დიდი საბა. მე უბრალოდ აი არ ვიცი რა.
დღეს დილას გავიღვიძე და ხედავ რაღაც წყალი მოდის და მე მეკონა შემეძლო რაღაც ასე ვთქვათ გადამეკეტა მაგრამ უფრო ცუდი რა მოხდა შეხედე რა მოხდა ну პრინციპში ჟიტილნიკო გასაგებია ხო თუ პროფესიონალი არ ხარ ძალიან ძნელია ამის გაკეთება ну так საიდან ეტავე მოდის ეს წყალი так ერთო და так ჭამდება так მოით მეგობრო კიდე ერთხელ ავიღოთ ეს ბლოქი так და კიდე ერთხელ გადავკეტოთ так და ну всё პრინციპში yes так გადავკეტე პრინციპში ჟიტილნიკო საბა დიდი მადლობა საბა მეთქი რომ ეხა მომიწევს ამ სახლის გაყიდვა და სხვა სახლში გადასვლა ჰე ну კაი პრინციპში ჟიტილნიკო თუ შენ ვარზე ახარ თუ შეიძლება შენ რომ მოაშორო ეს ბლოგი ცოტა მეზარება და აქვს მეგობრებო პატარა სახლში წყლის მოშორება მოვაშორე და დარჩა ბოლო პუნქტი так პოსტის გადაცემა აი ეს არის მეგობრებო საინტერესო რა პოსტა так ну პრინციპში კი ფერმაში წინს საიდან უყურს რაღაც პოსტების გადაცემა ვიღაცებს მოიტაბო ვკითხოთ ჟიტილნიკო ფერმერო და ბოლო დავალება გადამჭა პოსტის გადაცემა სოფელში და ჯესიც რა პოსტა და მეორეც ერთი რომელ სოფელში მეზობელ სოფელში აი ახლა მოგცემ ამ პოსტას так საერთოდ შეხედება აი ეს 4 უნდა იყო და გადასცემ მეზობელ სოფელში მერს დაუდებ ამ 20 და წავახვალ და თუ ამას შეასრულებ უკვე ერთ სტაკისუმროც მოგცემ აჰა და ერთი კითხვა მაქვს თუ უარზე არ ხარ და ამ ყუთში მაინც რა არის აი ძალიან მაინტერესებს ყუთში უბრალოდ არის ახალი ხორბლის თესლები და რაც თავარია საზამთროს თესლები იმიტომ რომ მაგ სოფელში როგორც იცი ხორბლისა და საზამთროს თესლების კრიზისია და ასე ვთქვათ მერმა მთხოვა რომ მომეტანა ну რადგან შენ დღეს ხარჩევს მაგივრად მიუტან შენ ოკეი ფერმაში წინკო მე არ ვარ უარზე так ოკეი მეგობრებო მოეთაბა ახლა მიუტანოთ პრინციპში მე უარზე არ ვარ так ძალიან კი მაინტერესებს მეგობრებო რა არის ამ ყუთში მაგრამ კაი так აი აქ ჟიტილნიკების ასე ვთქვათ დაწესავენ კაი მეგობრებო მოით ახლა მე კამერას გავთიშავ და ჩართო იმ დროს ისეც უკვე დავბრუნდები სოფელში მეგობრებო მოგე დავბრუნდი ხო როგორც თქვენ მიხვდით მე იქ დავრჩი ერთი დღით რა მოგეთ წარმოიდგინეთ ну აი წარმოიდგინეთ თქვენც ხო იცით რა შორს არის ჩვენი მეზობელი სოფელი 5 საათი მომიწია ფეხი და მოგე დავრჩი იქ ცოტა ხანი და გამეღვიძა მეგობრებო ღამის 4 საათზე და გამოვედი ცოტა მეგობრებო რაღაც ცოტა ასე ვთქვათ დასუსტებულია მაგრამ მეგობრებო შეხედეთ ბოლო საქმე გავაკეთე ბოლო დავალიანება ამ ჟიტილნიკისაგან და რას ნიშნავს მეგობრებო ახლა მე მეგობრებო წავალ და ავიღებ ჩემს ერთ სტაკისუმროს თქვენ კი მეგობრებო თუ მოგეწონათ ეს ვიდეო და ლაიქეთ მადლობა დიდი რომ უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე ახლა კი მეგობრებო დაგეშოვებით ნახვამდის так ფერმაში ჟიტილნიკო სად არის ჩემი ერთი სტაკი იწუნდი მოკეთ შეგიძლია გადაამო